და გამარჯვებული არის. გამარჯობა მეგობრებო, ნახეთ BYD-ის მერე სტუმრად ვინ მყავს. ეს არის 2025 წლიანი Tesla Model 3. ახალი კუზაოა, შესაბამისად სალაპარაკოც ბევრია. გარდა იმისა, რომ ამ მანქანის ექსტერიერი სრულიად შეცვლილია, ასევე მისი, არ ვიცი, სულიც შეცვლილია. ამ მანქანას აქვს ახალი ელექტროძრავა, ახალი ბატარეების სისტემა. შესაბამისად, ერთი დამუხტვით შეგიძლიათ 580 კილომეტრი გაიაროთ, როგორც ამას ქარხანა გვეუბნება, თუმცა, რეალურ სამყაროში, რა თქმა უნდა, ეს რეინჯი მაგდენი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ 500 კილომეტრს უეჭველად გაგატარებთ ნებისმიერი ამინდის პირობებში და კლიმატი როგორც არ უნდა გქონდეთ ჩართული. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ესეთი დიდი ნახტომი ძველი მოდელიდან ახალზე ალბათ არც ერთ მოდელს არ ქონია. ძველზე უფრო რბილია, შეკრული, კარგი ხმის იზოლაცია აქვს და არ ვიცი, უბრალოდ ბევრად უკეთესი მანქანაა. ნახეთ ამ მანქანას არც წინ და არც უკან პარკინგ სენსორები არ აქვს. რადგანაც ის მის გარშემო მყოფ დაბრკოლებებს კამერებით აღიქვამს და თუ არ ვწდები ჯერ ესეთი რაღაცა არც ერთ მანქანის სხვა ბრენდს არ აქვს დანერგილი. აი აქ არის წინა კამერა. ყველა მოიცით რომ ფრთებზე აქვს Tesla-ს კამერები, ასევე კარზე კამერა და სტანდარტულად უკანა ხედვის კამერა აქ გვაქვს. საბარგული, რომელიც რა თქმა უნდა ელექტრონულად იმართება. და არ ვიცი, აქ დაწექი და იცხოვრე. ძალიან დიდი საბარგული აქვს და რა თქმა უნდა ელექტრონულად იკეტება. ასევე ამ მოდელებს საბარგული ფეხით ეღებათ. დამტენის პორტი ისევ უკანა მარცხენა ფრთაზე გვაქვს, ხელს ორჯერ მიაწკაპუნებ და აქედან შეგიძლიათ დატენოთ თქვენი მანქანა. რავი, დისკებს რაც შეეხება, ნორმალური დისკები, არც არაფერი განსაკუთრებული, თუმცა ამ კალპაკებს რომ მოუხსნით, მე ისე უფრო მელამაზები. აი ესე გამოიყურება უკალპაკოთ, არ ვიცი, რა აეროდინამიკა უნდა გამოიწვიოს აი იმ კალპაკმა ისეთი, რომ ბევრი რეინჯი დაგიკარგოს მანქანაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს დისკი უკვე კარგია. გვაქვს წინა საბარგული, რომელიც ან სალონიდან შეგვიძლია გავაღოთ, ან აპლიკაციიდან. საკმაოდ სივრცეა იმისთვის, რომ დამტენი, ან რაღაც 1-2 პატარა ჩანთა მოვათავსოთ. აქვე მეგობრებო, გამოვავლინოთ წინა გათამაშების გამარჯვებული. და აბა მეგობრებო, ვნახოთ, ვინ იქნება იღბლიანი ადამიანი. და გამარჯვებული არის Quick Soda 1. გილოცავ მეგობარო, მომწერე კომენტარებში და აუცილებლად გადმოგეცემა გრასისგან სასაჩუქრე ნაკრები. ახლა ინტერიერში ჩავიხედოთ, რომელშიც თითქმის არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც არის შეცვლილი. როგორც გითხარით, ამ მოდელს უკეთესი ხმის იზოლაცია აქვს, გვაქვს ორმაგი შუშები და ასევე ეს არის სიმყარისთვის, რომელიც პირდაპირ რამაში ჯდება და კარი ბევრად უფრო დაფიქსირებულია. ინტერიერს რაც შეეხება, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გვაქვს მთელ სივრცეზე ambient lighting-ი, ასევე ახალი დიზაინის საჭე, რომელიც საკმაოდ კარგია და არანაირი გადამრთველი არ გვაქვს, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. ეს არის მოხვევის მაჩვენებლის გადამრთველი, აქ გვაქვს ფარები, აქ რომ გავწმინდოთ ჩვენი საქარემინა, ხოლო საიდან უნდა გადავრთოთ სიჩქარეებში, იცით? როდესაც მუხრუჭს ფეხს ვაჭერთ, აი აქ ჩნდება ესეთი რაღაცა. უკან თუ ჩამოვწევთ, მანქანა რევერსშია, ხოლო ზემოთ თუ ავწევთ, მანქანა დრაივში არის და შეგვიძლია წინ წავიდეთ. თუმცა აქედან პარკინგია. თუ ვაიდა ეკრანი არ მუშაობს, აქედანაც შეგვიძლია გადავრთოთ სიჩქარეები. აქ გვაქვს ორი სათავსო, ეს ძალიან დიდი სათავსოა და ყველაფერი შეგიძლიათ მოათავსოთ. აქ კიდე ჭიქები შეგვიძლია მოათავსოთ. ეკრანს რაც შეეხება, ფაქტიურად არაფერი არ არის შეცვლილი. აქ გვაქვს მანქანის გამოსახულება, მაგრამ აი გგონია, რომ თამაშობ, იმდენად დახვეწილი გამოსახულება აქვს. და ასევე წინასავარძლები შეგიძლიათ გააგრილოთ და გაათბოთ კიდეც. აქ ხო იცით რაც არის. საბუთები რაღაცა რომ დაატიო. აი არ ვიცი, აქ რა შეიძლება რომ დაეტიოს. არ ვიცი, 1-2 პრეზერვატივი
არის აქედან იღება და ასევე ავარიულად შეგვიძლია გავაღოთ აი ამის ამოწევი. იქანას აქვს უზარმაზარი პანორამაჭერი. უკან რაც შეეხება, აქაც გვაქვს ambient lighting-ი და საკმაოდ კარგი ადგილი როგორც მუხლებისთვის, ასევე თავზე. აი ამ ხელა ეკრანი ზოგ მანქანას წინაც კი არა აქვს და ამ მანქანაზე შეგიძლია აკონტროლო აბსოლუტურად ყველაფერი. ეს ნახეთ რა მაგარი ეს კლასური რაღაც აქვს, წინასიდენია შეგიძლია მიწიო ამ ღილაკზე ხელის დაჭერით. ასევე შეგიძლია ჩართო მუსიკები, ითამაშო თამაშები და არ ვიცი, აკონტროლო სრულად ინტერიერი. ასევე აქ არ ვიცი, იმ ხელა არის რომ საუთოვო მაგიდას გავს, შეგიძლია დააუთავო რაც გინდა. აქ ორ ჭიქას ჩადებან ბოთლს. მოკლედ მეგობრებო, ეს მანქანა იყიდება. ფასრად შეეხება არის 23,000 და თუ დაგაინტერესებთ, დარეკეთ მითითებულ ნომერზე.